ფედერაციის ვალდებულება არის და დაავალდებულის მსაჯები. ისრაელში რო თამაშობდი, მოკლედ შემოვიდნენ, ჩამოვიდნენ მსაჯები ფედერაციიდან, გაფრთხილებული იყვნენ. მოვიდნენ და გვითხრეს ეგეთ რაღაცა, რომ ტემთან დაკავშირებით ფედერაციის ესე რომ ვთქვათ, ვალდებულება არის და დაავალდებულის მსაჯები, რომ ისულიყან ყველა კლუბისთვის და გაეფრთხილებინათ, რომ ტემპი, აი პატარა მიკარებები, ჯარიმები, აი რაღაცეებზე, ესეთ რაღაცებზე თამაშები არ გაჩერდებაო. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, თამაშზე პატარა მიკრო ჯარიმები რო არ ჩერდება, უკვე შესაბამისად ტემპიც მაღალია. და აი ჩვენ ჩემპიონატში რა არ მომწონს, ის არ მომწონს, რომ აი ყველა მიკარებაზე ჯარიმები იდება, შესაბამისად უკვე ტემპიც ვარდება. ტემპი რო ვარდება, მე უკვე ევროთასებზე რო ხვდებით, იქ უკვე სხვანაირი სიტუაციაა, მიდიხარ აწყდები პრობლემას, იქ არ გიდებენ ჯარიმას და უკვე სხვა სიტუაციაში ხვდებით. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია მსაჯების როლი ჩემპიონატში. საინტერესო რამ თქვი, ანუ შეუძლია ესე თეორიულად არსებობს ეგეთი პრაქტიკა, ანუ ფედერაცია მოთხოვოს მსაჯებს რომ არის ეგეთ რაღაცა, მაგალითად ისრაელში ქონდათ ეგეთი ესე გააკეთეს სხვათა შორის და ძალიან კარგია, მე ვეთანხმები ამას, რომ აი ფეხბურთელ საერთოდ ზოგადად არ უნდა ჩერდებოდეს. ხა წეღან შენს თქვი, მეც ვადევნებ თვალს საქართველოს ჩემპიონატს და მეც ვაწყდები ამ პრობლემას, რომ ძალიან ხშირად ჩერდება ჩვენს ჩემპიონატში თამაში. აი ეს რომ გამოსწორდეს, უფრო უკეთესი ჩემპიონატი იქნება, დარწმუნებული ვარ მაგაში, იმიტომ რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს ჩვენ ჩემპიონატში. კარგი გუნდების არიან. უბრალოდ აი ეს პატარ-პატარა პრობლემები რო არის, მაინც გინდა არ გინდა დაღს ასვამს ჩვენს ჩემპიონატს. და ეს რომ გამოსწორდეს, უკეთესი შედეგი იქნება, მე დარწმუნებული ვარ მაგაში. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.